მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხზე უყურებთ მორიგე ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ ვიყვებით ლიეტუვის ქალაქ კაუნასში, ქალაქის ცენტრი, სადაც რამდენიმე საათში კაუნასის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება ამხანაგური მატჩი ადგილობრივ ლიეტუვას და საქართველოს ნაკრებს შორის. ეს არის მარტის ბოლო ამხანაგური შეხვედრა, იმისამდე საქართველოს ნაკრებს დავემშვიდობებით. ამასთან დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, დააჭერეთ subscribe ღილაკს, მოიწონეთ ეს ვიდეო და ჩაუჯექი ლიეტუვა საქართველოს GeoTeam-ის YouTube არხზე. წამომყევით. ჩამოვედით კაუნასში და რა თქმა უნდა, სანამ ნაკრების თამაშზე წავიდოდით, ასე ვიზავდით თუ არ შევხვდებოდით კაუნასის ჟალგირისის ქართულ მცველს, ანტონ თოლორდაოს, რომელიც ამუნდის შეუცვლელი წევრია, ჩემპიონი, სუპერთასის გამარჯვებული და როჟი მიხარია შენი ნახვა. მეც გამიხარდა. და რამდენიმე კითხვა მექნება თამაშამდე გავაცნოთ ხალხს შენი თავი უკეთესად ვინც არ გიცნობს. როგორია აქ შენი ყოველდღიურობა, შენი მიზნები რა არის და აი ამაზე რო გითხრა, როგორ გზნობ თავს საერთოდ აქედან დავწოთ კაუნასში. პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრა შენ რომ დაინტერესდი და ესეთ მაგარ საქმეს აკეთებ ქართული ფეხბურთისთვის. მართლა ძალიან გამიხარდა რომ დამიკავშირდა ეხლა დღეს ეს ჩაწერაც გვაქვს. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი. რაც შეეხება ჩემს ყოველდღიურობას და ჩემს კაუნასში ყოფნას და ევროპულ ფეხბურთს, ძალიან მიხარია და სიმართლე გითხრა, მოლოდინებსაც გადააჭარბა, იმიტომ რომ სანამ აქ ჩამოვიდოდი, არ ვიცოდი საერთოდ ლიტვურ ფეხბურთთან დაკავშირებით დიდი და ბევრი ინფორმაცია არ მქონდა და ჩემი მოლოდინებმა გადააჭარბა, იმიტომ რომ ძალიან სხვა მიდგომებია, სხვანაირად უყურებენ ფეხბურთს, ძალიან ზრდადი და განვითარებადი პროექტი არის უშუალოდ კონკრეტულ ჩემ გუნდში და აღნიშნე ის, რომ ჩემპიონი გავხდით, სუპერთასი მოვიგეთ და ეს იყო პირველად გუნდის ისტორიაში, არსებობის ისტორიაში, 17 წლიან ისტორიაში და ძალიან გამიხარდა რა, რომ მე არ ჩამოვსვარ სიტყვაზე ჩემპიონ გუნდში, რომ ჩამოვედი ჩემპიონ გუნდში და კიდევ ჩემპიონი გავხდი. ხო, პირველად გავხდით. პირველი შემთხვევა იყო ეს და ძალიან მიხარია, რომ ამის მონაწილე ვარ. ეხა 2 თვის წინ სუპერთასიც მოვიგეთ და მიზნები და ამბიციები კიდევ უფრო და უფრო დიდი და ბევრი არის. აი შენ ახსენე რომ ფეხბურთს სხვანაირად უყურებენო და საინტერესო იქნება აი შენეული ხედვა, რას ნიშნავს ფეხბურთის სხვანაირად შეხედვა და რო შეადარო საქართველოს ჩემპიონატს. ამ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ხარ, სეზონის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდი. საქართველოს სადაც გითამაშე, ვინ ჩვენ ჩემპიონატს უყურებს, გიცნობს, თუმცა ტოპ 3 გუნდშიც არ ყოფილ ხარ და ეგ როგორ მოხდა და რო შეადარო აქაური ფეხბურთის ხედვა, რაც შენ თქვი, საქართველოს ფეხბურთის ხედვას. მე შემილე ბოდიში დავამატებ იმას, რომ აქ ფეხბურთი არ არის პირველი სპორტი. მე ბატონო. აი მაგაზე რომ მიპასუხო. ანუ აქ ეხა ჩემი აზრით უკვე წამოწევენ ამას და გაათანაბრებენ კალათბურთთან, დარწმუნებული ვარ და უკვე შარშანდელთან ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე კონფერენს ლიგაზე ერთი ეტაპი დაგვაკდა ჯგუფში შესასვლელად და ეს უკვე დიდი წარმატება არის ჩვენი გუნდისთვის და ხალხი უკვე დაინტერესდა და დაიწყო ფეხბურთზე სიარული და ჩვენ სტადიონზე ხალ ევრო ტურნირებზე უკვე თითქმის ივსებოდა თამაშები, რაც აქამდე არ ხდებოდა. დანარჩენ შედარება რაც შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ სხვა მიდგომები არის, ძალიან პროფესიონალურად უყურებენ თითოეულ პატარა დეტალს, რაც შეეხება სიტყვაზე შევადაროთ ნუტრიციოლოგები ყავს გუნდში. ძალიან ბევრი ისეთი დეტალი არის, რომ აი რა არის ის რაც აქ გაქვს საქართველოში არ ქონდა გუნდში ყოფნის დროს. თუნდაც აი მიდიხარ დილით ბაზაზე და ხდება სატრენაჟორო დარბაზი, ემზადები, საუზმე, ანუ საერთოდ ყველაფერი სხვადასხვანაირად არის. საქართველოს სამწუხაროდ არ არის ეგ დეტალები და ეგ პატარა უმნიშვნელო ვითომ დეტალები ძალიან დიდ განსხვავებას ქმნის საბოლოო ჯამში. ანტო მე მგონია მარტო არ ვიცი ვერ დავდებ თავს მარტო საქართველოში ეგრე, მაგრამ სადაც ყოფილა არ მინახავს გუნდი, სადაც ალბათ
ფეხბურთელები თავის ბაზაზე არ ჭამენ დილით და აი ხო რაღაც ელემენტარულ რაღაცას ვაპარაკოთ მეგობრებო და არიო აი საუზმიერად აქვთ გუნდებს და შედარებას ვლაპარაკოთ ზუსტად მახსოვს აი თუნდაც კადი შევიყავით იური ტაბატაძესთან ისიც ამას ამბობდა რომ აი გუნდში თამაშის შემდეგ ვარჯიშის შემდეგ ჭამა ვარჯიშამდე ჭამა და აი საჭმე ან რატო უნდა გააკუროს ფეხბურთელი ეს გულდასაწყვეტია ხო რატო უნდა გააკუროს იმიტომ რომ აი საჭმელი გვაქვს ბაზაზე ეს პატარა დეტალია რაც შემდეგ აი ძალიან ბევრი დეტალი ემება ამას და ესე ჯაჭვივით არის ის პატარა დეტალი და მე საერთო ჯამში დიდ განსხვავებებს იძლევა. ანტონს ამ შედეკითხვაზე გადავალ ჩვენს გამომწერებს შევახსენებ რომ ჩვენი გერმანული მხარდამჭერია და ჩვენთან ერთად არის ქართველების საყვარელი წყალი ნაბეღლა რომელიც გვეხმარება რომ არ ვითარდეთ და მადლობა მათ მხარდამჭერისთვის და ნაკრები ეწვია შენს ქალაქს აი როგორი შეიძლება X-ას თამაშობ შენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ჩამოდის და გუნდელების კომუნიკაცია კითხვები იქნებოდა და ამას თუ გეკითხებიან ჩვენს ნაკრებზე ჩვენს ფეხბურთელებზე მაინტერესებს აი უცხო ქვეყნის ფეხბურთელის თვალით დანახული დაინტერესებული ქართული ფეხბურთი რა დიდი ხანია ველოდები ამ თამაშს უკვე დიდი ხნის წინ ვიცოდი რომ ეს თამაში იქნებოდა და მოლოდინი ძალიან მიხაროდა და რაღაც აი ბავშვური მოლოდინით ველოდებოდი საინტერესო თამაში იქნება ჩემი გუნდელებიც სადღაც ალბათ 4-5 ფეხბურთელი არის ეროვნულ ნაკრებში და საქართველოს ნაკრების შესახებ ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერი იციან თითოეული ფეხბურთელი იციან ვინ რა გუნდში თამაშობს ყველაფერი იციან და მქონდა კომუნიკაციები რაღაც ინტერესები იყო და ხოლმე დადებითი იცი რა მაინტერესებს დარწმუნებული ვარ ყველა ფეხბურთელს რომელიც სადღაც წარმატებით თამაშობს კონკრეტულად დგას ყველა ფეხბურთელს აქვს იმედი რომ აისრულებს ოცნებას და მოხდება თავის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში იქან გამომდინარე რომ გახდი ლიტვის ჩემპიონი სუპერთასის გამარჯვებული აქ თამაშობ მაინტერესებს ამდენად ოცნება ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ფეხბურთელს აქვს მაგრამ აი ამ მოცნების რეალურობაში გარდასახვა რამდენად დაიწყო შენს ფიქრებში რომ შეიძლება ერთ დღეს იქნებ რეალურიც გახდეს თან იმის ფონზე რომ ჩვენ ჩვენი ბოლო პერიოდში სულ ლაპარაკობს იმაზე რომ დაცვაში არის სიახლეები რესტარტი ჭირდებათ და ცველები ჭირდებათ და ეძებენ გზას როგორ უნდა ითამაშოს ჩვენო ნაკრებმა დაცვაში აი როგორც ყველა ფეხბურთელს ქართულ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა მეც ისე ვარ ჩემთვის ძალიან დიდი ოცნებაა შემიძლია ვთქვა და დღემდე ვოცნებობ და ვფიქრობ და ვშრომობ ამისთვის რომ როდესღაც შეიძლება დადგეს ის დრო რომ ეს მომეწეს შანსი და მეც მომიწევს საქართველოს ნაკრების ფორმის მორგება ხო სიტყვაზე და აქთან აქ იყო თამაში აქ რო არ თამაში ლიტვაში შევაც მოლოდინიც ქონდა რომ იქნებ თან იქ იყო რაც ცვლილებების შემადგენლობაში ტრამვებიდან გამომდინარე გუნდში სხვა ვთქვათ რამე ხო არ გელოდებოდნენ სიაში იქიდან გამომდინარე რომ კარგი სეზონი გქონდა შარშან ჩემპიონები გავხდით ახსენე რომ წლის სიმბოლურ გუნდში მოხდი ჩემ პოზიციაზე საუკეთესოდ დამასახელეს მაქედან გამომდინარე იყო გუნდელებისგან სამწუხარო სტაფისგან კითხვა რომ ანუ შანსიც კარგი იყო იმიტომ რომ ლიტვაში ჩამოდის შენი ქვეყნის გუნდი და აქედან გამომდინარე იყო კითხვები რომ აბა რა ხდება ხო არ იქნები შენც ხო არ დაურეკავთ ხუმრობები ძირითადად და მოლოდინს რაც შეეხება სადღაც არ არსებობს ახლა ფეხბურთელი როცა გაქვს ამბიცია და გაქვს მიზნები და ოცნებები რომ ითამაშო ეროვნულ ნაკრებში სადღაც არ დაუშვა ის 1% რომ როდესღაც არ მოგიწევს შანსი და აქ უფრო ვფიქრობდი რომ რაღაც უფრო ახლოს იყო ეს შესაძლებლობა იმიტომ რომ ამ ქვეყნის ჩემპიონატში ვთამაშობ წინა სეზონი ჩემთვის ვფიქრობ რომ ძალიან წარმატებული გამოდგა წელსაც ეს ჩემპიონატი ძალიან წარმატებით დავიწყეთ 7 თამაშიდან 6 თამაში მოვიგეთ პლუს სუპერთასი მოვიგეთ და ჩემი აზრით ეს ამხანაგური შესაძლებლობაც იყო ახალი ფეხბურთელებისთვის კარგი გამოსაცდელი და შანსი ესე ვიტყვი და რაღაც გულის სიღრმეში უშვებდი რაღაცას მაგრამ ალბათ რაღაც
ჩემი მხრიდან ისე დავაკელი როგორ თქო, მაგრამ ჩემი მხრიდან სტას არ დავაკლებ და უფრო და უფრო ვეცდები სამხანაგურებია და ვეცდები ჩემი მხრიდან უფრო და უფრო გავაუმჯობესო და დავეხმარო თუ მექნება იმის შესაძლებლობა აუცილებლად ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ ამისთვის. მეგობრებო, ქართული რესტორანი შემოგვიერთდა ანტონის მეუღლეც, მოგესალმებით, მიესალმეთ ჩვენს გამომწერებს. ზამბერ ქართული რესტორანია, სხვათა შორის. ქსელური არის, ორი ქსელური რესტორანი. ხო, იქ იმ ქუჩაზე, სადაც აი ცენტრალურიაცაა, მარტო 3 იყო, აქ კიდევ მე-4 და 5 არის, 5 ან 6. ანუ კაი, ამ ქუჩაზე არის მე მგონი 5 და კიდევ არის ერთი იქით. აი, როგორი დამოკიდებულება აქვს ქართველებთან? იმიტომ რომ საქართველოს, ანუ ერთ-ერთი ქვეყანა საქართველოს გვეძახის, მაგითაც ჩანს რა თავიდან პატივისცემა და შენი თვალი დანახული ურთიერთობა ლიეტოლების და ქართველების. ანუ ძალიან დიდ პატივს ვცემენ და დამოკიდებულებაც, ანუ ძალიან კარგი დამოკიდებულება. თბილად არიან ჩვენს მიმართ განწყობილები. რატო არ ვიცი, მაგრამ უფრო რაღაც თავიანთ მეგობრებად მიგვიმჩნევენ, არ ვიცი, შეიძლება ესე ვთქვა. ეს მოხარული ვარ ამისთვის. იმიტომ რომ ესე რა ვთქვა, ძალიან ისე სიტყვოთი არ გამოირჩევიან, თბილი ხალხი არ არიან რა. მოგონი ამ მიდიდან ამიტომ შესაფერისი აქვს, მაგრამ ჩვენს მიმართ ვიტყოდი, რომ თბილად არიან და კარგად განწყობილები. წავედით სტადიონისკენ რა. სმაილით და გაღიმებით სტადიონისკენ მივდივართ. მამამია. სტადიონზე ვართ უკვე, თამაშისებამდე დამჭერია ნახევარსაათზე ცოტა ნაკლები. გუნდები ხურდებიან. გაჩვენებთ რა ხდება აი სტადიონი. Ух, აცила. აი საქართველოს დროში ვხედავთ ხალხს. Football Federations welcome you to the Kaunas Darius and Girėnas Stadium for family match. Nu dabar visi kartu iš visos širdies Raimond Statriks ir Aleksejus Paisenikovas, ketvirtoji aikštės teisėja, ketvirtoji Ford Official Rasa Grigonė. Stadionas jungiamės! Ცოცხალი პირველი წუთები გვაქვს. პირველი კაში გახდა საქართველოს ნაკრების იყო 15 წუთზე. ჩაგვარაცხელია უბრალოდ, თუმცა მექანიზმის რთული ნათაული არ აღმოჩნდა და არის 0-0-ია. ვაიმე! ის რა გოლი გაქონდა ყვარას 31 წუთზე. პირველი ტაიმი დასრულებულია ლიეტუვას და საქართველოს შორის 0-0. არ შეიძლება თქოს პირველ ნახევარზე ძალიან ცუდი პირველი ნახევარი. როგორც პირველ შემთხვევაში ისე ტაქტიკო ფეხბურთი არ ვიცით რა თამაშობთ. მომენტი რაც ჰქონდა, როცა პანზელს გარდა ისიც ინდივიდუალური, ანუ ვერ მოვას არის გადაღება. თუმცა ლიეტუვას ორი მომენტი, რომელიც აი აქ გათამაშებული მომენტი იყო რა.
არ ვიცი, ღმერთ აქას მეორე ტაიმში გავიდეთ და ბევრი გოლები გავიტანოთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ გამოდგება საზომად. ნახოთ რა მოხდება მეორე ნახევარში, თუმცა ლიტვას ძალიან სუსტი ნაკრები ყავს, ჩვენ მეტი გვინდა. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ახის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი, რომელიც გვეხმარება, რომ გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები თქვენთვის. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის და წამოდით და ნახოთ რა გოლია მეორე ტაიმში, პირველი ტაიმი ძალიან ცუდი. Lietuva pasikuria! მამარდამ გადაგვარჩინა ამ შემთხვევაში, ედავთ. Game attendance today is ჩვენზე მეტ მომენტს მია რეალურად. 26 people. Thank you. Să fine de minute liberty per Sakartvelo rinktinė. 71-ზე დავწინაურდით, გიორგი მიქაუტაძე პენალტი მოიპოვა, თავადვე გარდასახა გოლად. ძალიან კარგი იმედია დარჩენილ დროში მოახერხოთ მინიმუმ კიდევ ერთი გოლის გატანას, გჭირდება გოლები, ძალიან გჭირდება ხასიათისთვის გოლები და კარგია პირველი გოლი. ნახოთ რა იქნება დარჩენილ 20 წუთში. ბრავო! მაჩის 94 წუთი, გიორგი მიქაუტაძის დუბლი, ეს გავდა შეტევა, კონჩეტევა და ნიკა გაგნისებებასით გიორგი მიქაუტაძე არის კუთხე ჩაკეტა ძელთან და დუბლი გაიფორმა, გაიტანა ორი გოლი საქართველოს ნაკრებმა ისურით და კარგია, გჭირდება გოლები ხასიათისთვის, ძალიან მკვდარ იმისა, რომ თამაშის ხარისხი კვლავ არ მომწონს, ძალიან გჭირდება ეს გოლები და ეს გამარჯვება. Посещение номера 22 Джордж Микутадзе. Sąskaitoje 2 įvarčiai. O dabar neskubėkime palikti tribūnų, pasimėgaukime paskutinėmis šios dienos akimirkomis ir gausiais plojimais padėkokime Lietuvos rinktinei už parodytą kovą. Full time, Lithuania 0, Georgia 2. Goal scored by number 22 George Micutadze. We hope you enjoyed today's match. We wish you a safe trip back home and hope to see you again. მატჩი დასრულებულია 2-0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. მოვიგეთ გიორგი მიქაუტაძის დუბლით. ახლა კი წავიდეთ ნიქსონაში და გავესაუბროთ თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს. ტრადიციულად. კარგი მოგება, გოლები. გვინდოდა ეს მოგება, იმიტომ რომ кайხანია რომ არ ქონდა მოგება. არის ივნისის თამაშებიც მოდის მალე და უნდა მოვიმზადოთ სექტემბერისთვის. ბოლო მატჩებში გვიყვარამ და არტყა პენალტი თუ შე რომ მოიპოვე, რაღაცა უთხარი, რა უთხარი? არა, პენალი რომ ინიშნება, ლაპარაკობდა ან ყვარა, ან მე ვარტყავს. დღეს მე წამაქციეს და მე დავარტყი და ეგრე არის. ხანდახან მე, ხანდახან ყვარან, ხანდახან შეიძლება სხვამაც დაარტყას. მიუახლოვდით ჩოთაროვაძის რეკორდს 26 გოლი არის მის ყველა დროს საუკეთესო ქართული
ბომბარდირის რეკორდი, შენ და კვარამაც ორი გოლი დუბლები გაიფორმეთ, რადგან მნიშვნელოვანია თქვენთვის თავდასხმელებისთვის, კონფიდენსისთვის ეს გოლები. კი, აუცილებელია, მაგრამ ჯერ პირველ რიგში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს დავეხმაროთ და კი გოლები საჭირო არის, მაგრამ მოგებები უფრო საჭირო არის. Საღზი. DJ სასიამოვნოა ძალიან. ეს ნდობა ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო. ორი თამაში ვითამაშე შეუცვლელად. თან ჩემთვის ცოტა უცხო პოზიციაზე. მაგრამ გამოსცილება ყველაფერი, ვფიქრობ, რომ არც ისე სულად ჩავატარე ეს ორივე თამაში. ბევრი ახალი ჩემი მხარეთ დავინახე, სიურპრიზი იყო ნამდვილად. ვფიქრობ, რომ შემდგომში უკვე აღარ იქნება ეს გასაკვირი, მომზადები, ვიფიქრებ ჩემს ახალ პოზიციაზე ნაკრებში და შევეცდები, რომ უკეთესი ვიყო და ის შესაბამები რაც დაუშვი ამ თამაში გამოვასწორა. ფაქტია, თუნდაც ალბათ გადაწყვეტილი ქონდა ორივე თამაშით სათამაშო დრო მოეცა და საბოლოოდ თამაშის წინ გიქნებოდათ პირადად საუბარი, რა გითხრა, რა მოლოდინები ქონდა, რა სელოდებოდა შენ გამოედანზე. ხო, კონკრეტული დავალებები არ მოუწია. პირველ რიგში როგორც ხდება ალბათ პრესინგზე ასვლა იყო, რაღაც ტაქტიკური მონახაზი იყო. კონკრეტული დავალებები იყო ორივე მატჩზე, რაც მოიცავდა უბრალოდ ტაქტიკურ დავალებებს. ზამთარში გადახვედი შტურმში და ყველაფერი კარგად მიდის დასაწყისთვის ძალიან ამაზე რომ თორეს ოთარ კიტეიშვილის ფაქტორი რამდენად შესაძლოა რომ ამაში იყოს ოთოს როლი. ოთარს მადლობას ვუხდი, კიტეს მადლობას ვუხდი პირველ რიგში. იმიტომ რომ საოცრად დამეხმარა ადაპტაციაში, ყველა იქ თუნდაც მოედანზე და მოედნის გარეთ, ალბათ ის ადამიანი იყო, ვინც ძალიან გვერდში მედგა და ჩემს წარმატებაში შტურმში თუნდაც გარკვეული წილი მან შეიტანა. 8 თამაში გვაქვს დარჩენილი, ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და იმედია სისხლში მოვიყვანთ ჩემპიონობა შტურმში. მარტის სანაკრებო მატჩები დასრულებულია, მეგობრებო, დასრულებულია ჩვენი ვლოგის ლიეტუვის თამაშიდან. 2-0 მოვიგეთ, 1-1 მოგება მარტში. თუმცა სამწუხაროდ ეს არის ის ნახვა ჩვენ ქართულ გულშემატკივრებს გვინდა. რასაც ევროპის ჩემპიონატზე ვნახულობდით, რასაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, თუნდაც ერთა ლიგის პირველ მატჩებში ვნახულობდით. არის ხი გაქრა სათამაშო, არის დაცვაში პრობლემები, ცვლილებები, ნახევარ დაცვაში პრობლემები, თუმცა ყავს ფეხბურთელებსაც შეუძლიათ ლამაზი თამაში შემოთავაზება გულშემატკივრისთვის და ამაზე წუხს ქართული გულშემატკივრი, რომ ის ფეხბურთი აღარ არის, რასაც აქამდე უყურებდით. ველოდებით თქვენს კომენტარებს, თქვენი აზრს, რატომ ვეღარ თამაშობთ საქართველოს ნაკრები ისეთ ლამაზ ფეხბურთს, როგორც თუნდაც 1 წლის წინ, აი სომხეთთან იყო ბოლო ლამაზი თამაშები ძალიან. ორივე თამაში ძალიან კარგი იყო. შემდეგ ეს გაქრა. თოთ მოიწონეთ ჩვენი არხი, მოიგაწონოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და მადლობა და მომავალ შეხვედრამდე შემდეგ ვიდეომდე. კარგად.